თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო რეესტრის თანამშრომელთა და სოფელ მარადიდის მკვიდრთა საქმის განხილვა გრძელდება. რეესტრის დაკავებული თანამშრომლის მეუღლე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მომდევნო სასამართლო პროცესი 28 მაისს არის ჩანიშნული. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. გამომტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მანუჩარ ანანიძის თქმით ისინი სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ. რაც შეეხება 7 მხატვრს, რომლებიც ასევე საქმეში დომინირებდნენ, ისინი 17 აპრილს სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დარბაზიდან გაათავისუფლეს. სოფელ მარადიდის 42 მკვიდრის დაკითხვა კი გრძელდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადად ვიცოდი, რომ ამის შესახებ მიმდინარეობდა გამოძიება. ჩვენი აზრით, თბილისის და არა მარტო ჩემი აზრით, საერთო აზრია, საქალაქო სასამართლო მიიღო უპრეცედენტოდ გადაწყვეტილება ნაკლებაძე დანაშაულზე სამბირს შეუფარდა პატიმრობა. იმედი გვაქვს, რომ თბილისის აპელაციო სასამართლო მიიღებს ჩვენ საჩივარს წარმოებაში და მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას. მივმართავ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, განსაკუთრებით ყოფილ ადვოკატებსა და უფლებადამცველებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს და სახალხო დამცველს შეისწავლონ და დაინტერესდნენ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლის საქმით. სახესე გვაქვს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რადგან ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა სრულიად უსაფუძვლოს კანონის უხეში დარღვევით აღნიშნული თანამშრომლები დატოვა პატიმრობაში, რადგან კიდევ გავმარტავ, რომ გულგრილობა არ არის ესეთი ძიმე კატეგორიის დანაშაული, რომ გირაოც არ შეუფარდა